გამარჯობა, მე გიორგი ვარ ხინიკაძე, პროფესიით ჟურნალისტი, ივენთებისა და ღონისძიებების წამყვანი. ეს არის პოდკასტი ხინჩოსთან, რომლის იდეაც 1 წელზე მეტი არსებობს და 3 თვეა რაც მზადდება. დღეს ვართ პოდკასტ არეაში, სადაც შენს გადაცემას ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს. გადაცემის გენერალური სპონსორია მსოფლიო განათლების აკადემია VEA, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრულფასოვანი ცოდნა სასტუმრო მომსახურებასა და სარესტორნო მიმართულებით, სადაც სწავლა უფასოა. ბევრი ვიფიქრე, თუ ვინ იქნებოდა ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი. მინდოდა ყოფილიყო პოზიტიური, დადებითი ენერგეტიკის. ნიჭიერი ახალგაზრდა და სწორედ მივედი ადამიანთან, რომელიც ჩემთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის ნამდვილი პოზიტივის მაგალითია. ესე ვიტყოდი, ადამიანი ნიჭიერების, პოზიტივის, კარგი ოჯახის შვილობის მაგალითი ირაკლი კამკამიძე, იგივე კამკუსი. ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი, მე მგონი გადააჭარბეთ ჩემი აზრით. ირაკლი, მადლობა. სტუმრობისთვის დღეს შენ ხარ მეკვლე ჩემი გადაცემის, ესე ვიტყოდი და ზუსტად ვიცი რომ ეს პირველი ეპიზოდი იმდენად საუკეთესოდ ჩაივლის რომ შემდეგი ეპიზოდები წარმატებული იქნება. იმედი მაქვს რომ ასეც იქნება, იმიტომ რომ გეტყობა როგორი სერიოზლობით უდგები ამ საკითხს და გისურვებ წარმატებას. მადლობა შენ ამისთვის. მოდი დავიწყოთ უკვე გულწრფელი საუბრები. ვინ არის ირაკლი კამკამიძე? როგორც პერსონა? აი ადრე რო გეკითხა ეს ვიტყოდი რომ სტუდენტი, მაგრამ ამ ეტაპზე ამან ცოტა უფრო უკანა ფლანგზე გადაიწია და ახლა ალბათ ვიტყოდი მეწარმე, ბიზნესმენი, სტუდენტი აუცილებლად. ასევე ინფლუენსერი ბჭყალებში, იმიტომ რომ არ ვარ თანამედროვე დონის ინფლუენსერი, ჩემთვის რაღაცა ვიდეოებს ვანთავსებ სოციალურ სივრცეში, ესაა და ეს. ძალიან კარგი. მე ვფიქრობ რომ ინფლუენსერობით უფრო გაგიცნო საზოგადოებამ. და ერთ-ერთი დადებითი პერსონა ხარ სოციალურ ქსელში. იმედი მაქვს რომ ასე. და საინტერესოა ზუსტად აი ინფლუენსერობიდან გამომდინარე გახდი, შენი ვიდეოებიდან გამომდინარე გახდი უკვე ცნობადი და როგორი იყო, აი როგორ დაიწყო პირველი ვიდეოს ემოციები მოგვიყევი ამის შესახებ და რაც მთავარია იდეა, საიდან გაჩნდა იდეა რომ პირველი ვიდეო გაგენთავსებინა სოციალურ ქსელში. პირველი ვიდეოსაც შეეხება, როგორ იყო იცი, სულ დებდი ხოლმე რაღაცა ვიდეოებს ჩემთვის Facebook-ზე და ანუ მე რაღაცა მაიძულეს თუ როგორ იყო, არ ვიცი რომ ეს ვიდეოებიო დადევიო TikTok-ზეო რა, მე მგონი კორონობის პერიოდი იყო რა და მეც დავდე და ანუ ძალიან ჩვეულებრივად თავისით მოიტანა ეს ყველაფერი, მეც როგორც ალბათ ყველამ თავიდან იუმორისტული, საღლიცინო როგორც დედაჩემი ეძახის. ეგეთი ვიდეოები მქონდა ხოლმე და ნელ-ნელა ისე წამოვიდა ეს რომ ძალიან ბუნებრივად მოხდა ყველაფერი რა, ანუ არასოდეს რამე შეგნებულად არ ყოფილიყო რომ მოდი ახლა მე ცნობილი გავხდი ან რაღაცა არა. თავისით მოიტანა. და პირველი ემოციები. გადიხარ ქუჩაში. ხო. მანამდე ძალიან ბევრი ფოლოვერი, ასევე გამოწერი, ბევრი კომენტარი, ბევრი დადებითი სიტყვები მიიღე და უკვე გადიხარ ქუჩაში და ნახულობ ადამიანებს, რომლებსაც შენ არ იცნობ, მაგრამ გცნობენ, გიღიმიან, გესალმებიან და წარმატებებს გისურვებენ. აი ეს პირველი ემოციები რო გაგვიზიარო. იცი რა იყო, ხა ვფიქრობდი გამეხსენებინა პირველი ადამიანის სახე, რომელმაც მიცნო. მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივი პროცესი იყო, რომ სიმართლე გითხრა არ მახსოვს და არც დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრის, რომ ასე ხდება, მაგრამ ისე რომ აი თავში აუვარდეს ადამიანს ან ეგონოს რომ აი მე ქუჩაში მათ შერებენ, ხანდახან მეუბნებიან რომ არ წუხდები ამდენი ადამიანი რომ მოდის და როგორ შეიძლება შევწუხდე, ეს არის ჩემთვის ღვთის საჩუქარი ნამდვილად, რომ აი დღეს რომ ადამიანს უყვარხარ და კარგ კომენტარს გიწერს ქუჩაში გიღიმის, ამაზე უფრო დიდი ესეტი რა უნდა იყოს ადამიანისთვის, აი ყოველ დღე მართლა დღე არ გავარო, რომელიც მადლობა არ გადავუხადო მაგისთვის და პირიქით აი ძალიან მიხარია მაგ ფაქტი რა. ძალიან კარგი. ზოგადად მე ესე ვფიქრობ, რომ შენი სავიზიტო ბარათი ერთ-ერთი არის ღიმილი, რომელსაც ყველა ავახვილებს ყურადღებას და რომელი შენი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გაღიმებს? ზოგადად ძალიან მივეჩვიე, რომ თუნდაც როცა მარტო ვარ, მაშინ ჩემ თავს ყოველთვის გარედან ვუყურო რა. აი რაღაცა მომენტი რომ მოხდება და ჩემს თავში რაღაცა სისუსტეს აღმოვაჩენ.
რაღაცას გავიფიქრებ და აი ხვდები რომ აი რა მწირი ადამიანი ხარ ირაკლი და მაგას რო აღმოვაჩენ შენ თავში აი რაღაცა სისულელეს რაც მე არ შემეფერება მაგას რო გავაკეთებ ან ვიფიქრებ თუნდაც რო ვიფიქრებ და მივხვდები რომ ეს მე არ მეკადრება აი მაგაზე მეცინება ხოლმე რომ აი ერთი და იგივე ტიპი ამას ამბობს და ამასვე იჭერს წამებში ხდება თან ეს ყველაფერი და აი მართლა დავცინი ხოლმე ჩემ თავს და მაგ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი რომ აღმოვაჩენ ჩემ თავში სისუსტეს ირაკლი ვინ არის შენი ცხოვრების მთავარი გმირი ან ადამიანი რომელიც გაძლევს მოტივაციას ვეცდები რომ ანუ ბანალური ვიქნები მაინც საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ ოჯახის წევრები მაგრამ აი ერთი რაღაცა კიდე რა ბავშვები აი მართლა რო ხვდები რომ მე გააზრებული მაქვს თავიდან ბოლომდე რომ მე რო რაღაცა ვიდეოს ვხვდებ იმას 1000-ობით ბავშვი ნახულობს და მე რო ვიაზრებ ხვდები რომ აი ამ ბავშვებისთვის მე კარგი მაგალითი უნდა ვიყო მათ რაღაცა ისეთი უნდა მივაწოდო რომ უფრო უკეთესები გახდნენ ოდნავ მაინც ვიდრე თუნდაც ახლა არიან ან გუშინ იყვნენ რაღაცა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ხოლმე რა და აი მომღიმარი ბავშვი რომელიც თითქოს მგონია რომ ჩემს ვიდეოებს უზის და თვალებში შემომციცინებს აი ეგ მგონია რომ არის ჩემი მოტივაცია რა მართლა ცხოვრებისეული და კონკრეტულად ყავს ადამიანი რომელიც თავიდან ბოლომდე შეიძლება იყოს ზუსტად ეს მოტივაცია რაღაც ნაწილში შეიძლება ბაძავდე ან გინდა რომ მისგან აიღო მაგალითი ადამიანი ან ადამიანები ოჯახი საერთო ჯამში რა თქმა უნდა ძალიან დადებითი მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგრამ აი თუ ყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ყავს სხვათა შორის ერთ-ერთ შენს ვიდეოს აღწერაში ვკითხულობდი ამ ყველაფერს და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ძალიან ემოციური იყო, როცა საუბრობდი მამაზე. მშობლებს ხო ამბობენ ხოლმე რა, მაგრამ მე დედას იმდენად ვგავარ თვისებები და რაღაცით, რომ არ მჭირდება, რომ მიუბარო, მიუბაძო, არამე მოტივაცია უნდა ყო, მაგრამ რომ მე ვარ ეგეთი ვარ ზუსტად და რაც შეეხება მამას, აი მამას თვისებებით ნაკლებად ვგავარ სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი ყოველდღიურობაში ვცდილობ, რომ უფრო უკეთესი ადამიანი გავხდე რა მაგ კუთხით, უფრო მშრომელი გავხდე, უფრო პასუხისმგებლიანი გავხდე და ჩემი მოტივაცია მართლა მამაა, იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა მოხდება, აი არის ხოლმე სიტუაცია რა, არა მარტო ბიზნესში, ცხოვრებაში თუნდაც, რომ აი რაღაცა გასაჭირი მაქვს და ვფიქრობ, რომ აი მამა როგორ მოიქცეოდა. რაც არ უნდა გამოუვალი სიტუაცია იყოს, ამას თუ დავუსვა მე ჩემს თავს კითხვას, უცებ წარმოვიდგენ ამ კაცს ჩემს გვერდით და ვიცი, რომ ის კაცი ყველა ვარიანტში ამოხსნის ამას. მე მთელი ცხოვრება არ მახსოვს, რომ მე და მამას რაღაც ერთად გაგვეკეთებინა და ის საქმე არ გამოსულიყო, იმიტომ რომ ეს კაცი შრომობს დაუღალავად და მე რო ვფიქრობ, რომ დავნებდიან რაღაცა ვფიქრობ, რომ არ მეკადრება, ესე იგი მე მამაჩემი შვილი არ ყოფილვარ, ან არ მეკადრება, ან მამას უფრო უკეთესი შვილი ეკუთვნის. შეიძლება მამაჩემი 100 წლის მერე სულ აღარ იყოს ამ ქვეყანაზე, მაგრამ მის ამ გზას არასოდეს არ უღალატებ, ასე რომ ვთქვათ რა. ცურო ელემენტარული იყოს, ვიცი რომ ეს კაცი არ დაინებდა და არც მე არ უნდა დავნებდი არასოდეს. ძალიან კარგი. და დედა დედას მე ვფიქრობ, რომ კარგი მეგობარია. ანუ ესე ჩანს და ესე ვხედავთ აუდიტორია, რომლებიც მე როგორ გე მე ვარ ეგ ხალი ვარ მე და ეგ ხალი არის რა ვიცი მე ასე როგორ აქვს არ ვიცი ერთ-ერთში ვარ ალბათ ყველაფერზე რა არ არის ჩვენ შორის დედაშვილობა არის ცოტა უფრო მეორე მხარეს ყოველდღიურობაში ჩვენ ვართ უახლოესი მეგობრები და აი დედა მაშინ ხდება ხოლმე თან საკმაოდ მკაცრი დედა და მომთხოვნი რამეს თუ დავაშო რა რაღაცას ისე ვერ გავაკეთებ როგორც მეკადრებოდა და მეკუთვნოდა ანუ კაცრი დედა გაცილებით უფრო მკაცრი და მომთხოვნია უი დედა რა მამასთან უფრო ლოიალური ურთიერთობა უფრო თანაბრად ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ორივესთან ძალიან გახსნილი ვარ მაგრამ როგორ თქვა აი კაც ბიჭისთვის დედა მაინც უფრო სხვა არის საბოლოო ჯამში ახლა მოგვიხსენებათ ყველას როგორ ფიქრობ სოციალური მედია მართავს დღევანდელ ცხოვრებას რა თქმა უნდა 100%-ით კარგია რომ ეგეთი კითხვა დასვი იმიტომ რომ მაგ მართლა მაწუხებს იცი სიმართლე რო გითხრა რა ამას წინაც უსმენდი არ მახსოვს სად მაგრამ როგორ არის იცი წარმატებას დღეს განაპირობებს სოციალური მედია. სოციალურ მედიას განაპირობებს ნახვების რაოდენობა. თუ მაგალითად 100 წლის წინ, ან თუნდაც 50 წლის წინ გინდოდა რომ ადამიანს წარმატებისთვის მიეღწია
რაღაცა უნდა შეგექმნა. ან მაგარი მსახიობი უნდა ყოფილიყავი, ან მაგარი ინჟინერი უნდა ყოფილიყავი, ან რეჟისორი, ან მხატვარი, ან რაღაცა უნდა გაგეკეთებინა. და მაშინ გახდებოდი წარმატებული და ცნობილი. და თუ დღეს გინდა წარმატებული გახდე, რა უნდა გააკეთო? მაგარი რომ დავიმხო ახლა აქაურობად, ან გადავყირავდი, ან დავიდო ეს თავზე, ან გავშიშვდი, ან რაღაცა, იქავე მექნება ბევრი ნახვა და დღეს სამწუხაროდ ბევრი ნახვა ავტომატურად ნიშნავს წარმატებას. და ვისაც ბევრი ნახვა აქვს, ის არის წარმატებული და მე მას ბაძავს ყველა. ისინიც ისე იქცევიან, რომ თითქოს ისინიც წარმატებულები გახდნენ და ამ დროს ღირებულებები იცვლება. იცვლება ადამიანის მისწრაფებები. დღეს ბავშვები მის მაგივად რომ ბაძავდნენ ჩვენს დიდ მოღვაწეებს, მეფეებს, წარმატებულ პიროვნებებს, ნომაც საქართველოს კი არა, სოფლიო აქამდე მოიყვანა, ახლა არ ვართ მარტო საქართველოს დონეზე, ხო, სოფლიოზე ვსაუბრობ, ხო? მას იმის მაგივად რომ მათ ბაძავდეთ, ვიღაც რაღაც ისულელს გააკეთებს და მათ ბაძავს ახალგაზრდები, მათ ბაძავენ ახალგაზრდები და ეგ მართლა გულს მტკენს, სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ რა ვიცი, შეუცვლელი პროცესია რა და მაგაზე ვერაფერს ვერ ვშვებ. დაგეთანხმები. როგორ ფიქრობ, საქართველოში ხარისხიანი კონტენტი იქნება? თუ ყავს ინფლუენსერი, ბლოგერი, რომლის კონტენტიც შენთვის მოსაწონია და ხშირად აქტიურად უყურებ. ნახე, ჩემი აზრით, დღეს თუ კარგი კონტენტი იქნება საქართველოში, ეს არის აპრიორი მოგზაურობის კონტენტი, იმიტომ რომ ბიჭები ერთმანეთს, რა ვიცი, აი პირველობას არ უთმობენ და ძალიან მაგრები არიან და ხანის ჯობია და მწვერვალებს იპყრობენ მართლა. და რაც შეეხება დანარჩენს, რავი, ბევრი კარგი პოდკასტი იქნება მართლა, აი ბევრი, სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე პოდკასტებს, იმიტომ რომ ჭკვიანი ხალხი არიან ძალიან და სიამოვნებას მათი მოსმენა. და რაც შეეხება მე ვინ მომწონს კონკრეტულად, ეს არის, რავი, ერთ-ერთია Bubblehead-ი მომწონს პოდკასტებში და კიდე ანდრი კურტანიძე არის ასეთი ბიჭი, ძალიან შემეცნებითი ვიდეოები აქვს YouTube-ზე რა და ხან პოლიტიკაზე საუბრობს, ხან სპორტზე და მართლა სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე რა. ეს რამე ინფლუენსერებში, ყველას პატივს ვცემ, ყველას შრომა დასაფასებელია, მაგრამ მე უფრო აქეთ ვარ რა. და ზოგადად ცნობადობა, აი განსაკუთრებით საზოგადოებაში, ქუჩაში, როცა გადიხარ, გწნობენ ფოტოს გადაღებას გთხოვენ, არ გაწუხებს, ანუ მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა, დისკომფორტს არ გიქმნის. ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვუხდი, რაც მაქვს. რაღაც თითქოს ციდან დამებერტყა ის, რომ ხალხს უყვარ და დიდი მადლობა ამისთვის ღმერთს, ხალხსაც და სულ რომ ვიღაცას რომ უყვარ ხარ, ეს დღეს მოვლენაა რა და არა თუ ვწუხდები, არამედ ნეტა ვიღაცა მოვიდოდეს, ნეტა ვიღაცა კარგ სიტყვას მეტყოდეს, როგორ შევწუხდები, ან ვინმეს ფოტოზე უვარს, როგორ ვეტყვი, ან როგორ გავაგდებ, ან როგორ უგულებელ ვყოფ მათ, რა ვიცი, ემოციებს. გამორიცხული პირიქით, კიდევ ერთხელ ხალხო, უღრმესი მადლობა, ღმერთო, კიდევ მადლობა შენ და რა ვიცი, რა შეწუხება პირიქით. ვინც ამბობს, რომ წუხდება მაგით, ის ან იტყუება, ან საშინელი ადამიანია. და მქონია პრაქტიკაში ეგეთი რა ვიღაცები ამბობენ, მაგრამ ძალიან ცუდია, აი რას ქვია? რას ნიშნავს, რომ წუხდები? ადამიანის სიყვარული ფიქრობ, რომ უფრო მეტად გაგაძლიერებს და უფრო მეტ мотиваციას მოგცემს, რომ კიდევ უფრო მეტად უკეთესი იყო. შენი პოპულარობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. იცი, ცხადია, რომ მოახდენს რაღაც გარკვეულწილად, მაგრამ მაგას სიმართლე რა თქვა, ყურადღებას არ ვაქცევ რა. მე ჩემს მდგომარეობას ყოველთვის ვიღებ როგორც მოცემულს, ყოველთვის ვანულებ ჩემს მდგომარეობებს და ისე ვცხოვრობ და რო გითხრათ, რომ ახლა მე ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ვინც გაგიჟდება, რომ მე ცნობილი ვარ და მაგის გამო რაღაცებს შეცვლის ან რაღაცა, არ ვაქცევ მაგას ყურადღებას სიმართლე რო გითხრათ. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. შენი გამომწერების უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, რომ არის ახალგაზრდები, რომლებსაც განსაკუთრებული პირადი სიმპათიებიც აქვს შენს მიმართ და განსაკუთრებით აინტერესებთ ეს კითხვა და პასუხი შენგან შეყვარებულია თუ არა ირაკლი. ძალიან მოკლედ გაგცემ მაგაზე პასუხს, რომ არა. მაგრამ ასევე იმ დონეზე კერძოდ ვინახავ ამ ჩემს გრძნობებს და ჩემს პირად ურთიერთობასა და ცხოვრებას, რომ წყავდეს, შეიძლება მეთქვა, რომ არა. იმიტომ რომ პირადი ცხოვრებაა და როცა ბევრ უცხო ადამიანს, რაც არ უნდა კარგი ადამიანები იყვნენ,
თუ აქვთ წვდომა შენს პირადულ ცხოვრებაზე, ის მერე უკვე პირადი ცხოვრება აღარ არის, ხვდები და ფუჭდება რაღაცნაირად მაინც ურთიერთობები და ვფიქრობ, რომ ცნობილმა ადამიანმა მისი ურთიერთობა კერძოდ უნდა შეინახოს რა. მარტო იმის მერე გამოაჩინოს და რაღაცა ოდნავ მეტად, რაც აი უკვე ცოლ-ქმარი შეიძლება იყვნენ. დაჟე ალბათ ეგეც არ არის საბოლოო ჯამში კარგი, იმიტომ რომ ბევრი ცნობილი ადამიანი არ აჩენს ხოლმე თავის მეორე ნახევარს და ალბათ ვფიქრობ, რომ რაღაცა ბალანსი ან ჰარმონია უნდა ნახო პირად ცხოვრებასა და ურთიერთობას შორის რა. და როგორია შენი საოცნებო ურთიერთობა? ჩემი საოცნებო ურთიერთობა, მე ახლა როგორც კითხავი, თავე წავედი, სადიცი, აი საკუთარ სახლში მოსიყვარულე მეუღლე, ბევრი შვილები, რამდენსაც ალბათ ღმერთი მაჩუქებს, 4-5 ალბათ და აი ბავშვების ჟიამული, დიდი ოჯახი, მაგის garaში ალბათ ვერ შევძლებ და სულ სტუმრები და სულ ჩემს მეორე ნახევარს რომ ასევე მოწონს ხმაური, ასევე უყვარს სტუმრები, ჟიამული, ცეკვა, თამაში, ჭამა, სმა და ასე შემდეგ. რა თავარია ბედნიერება იყოს და ურთიერთგაგება. ხელს უშლის თუ არა შენი პოპულარობა პირად ურთიერთობებს, განსაკუთრებით ზუსტად ამ ნაწილში, რომ ყავდეს, ვთქვათ, შეყვარებული, ან მეგობარი გოგო, რომელთანაც გექნება ურთიერთობა. გააჩნია ორივე ადამიანს. პოპულარობა შეიძლება, ანუ კი მომენტ ბევრი ადამიანი ხედავს, უყვარს ხარ და გესალმება თქვა ქუჩაში და მოდის შენთან, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს პოპულარული და მეორე ნახევარი იმდენად, როგორ თქვა, არასრულ ფასონების კომპლექსით იყოს შეპყრობილი, რომ ეგონოს, რომ აი გამცვლის თუნდაც, რა ვიცი, სადმე რო წავა მეგობრებთან ერთად ქუჩაში გავა, იქ ვიღაცას ხო არ გაიცნობს უნივერსიტეტში, სამსახურში რაღაც, ანუ მთავარია ერთი ადამიანი რა ემოციებს უშვებს და მეორე ადამიანი ამ ემოციებს როგორ უბათილებს. შეიძლება ახლა მე ცნობადი ადამიანი ვიყო და 100 ადამიანი დღეში მწერდეს, მირეკავდეს, მაგრამ მე როგორ ვუმტკიცებ ჩემს პრიორიტეტს ამ შემთხვევაში ჩემს მეუღლეს, ჩემს შეყვარებულს, რომ როგორ ვამტკიცებ იმას, რომ ეს SMS-ები მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის როგორ ფიქრობს, ის რას გრძნობს, ის რომ ვინ არის ჩემთვის. ხო და ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია მან საბოლოო ჯამში და თან კიდე სწორი ადამიანი უნდა შეარჩიო, ახლა ფსიქოპატი თუა შენი შეყვარებული, რა ვიცი, არც გარეთ არ გაგიშვებს და ყოფილა ეგეთი მომენტები პრაქტიკულად. ერთგული ადამიანი ხარ, რა გიყვარს ერთგულება? თუ ადამიანი მიყვარს, რა თქმა უნდა, ვერ წარმომიდგენია ისე, რომ აი თუ ერთგულება არ არის, მაშინ რა აზრი აქვს ურთიერთობა? ჩვენ ხო გამოვედით გამოქვაბულიდან და მამაკაცმა შეგნებულად წესით თქვა უარი, როცა ჯვრის წერა შეიქმნა, ასე რომ ვთქვათ და ხელის მოწერა დაიწყო და ცოლ-ქმრობა და გამოვიდა კაცი გამოქვაბულიდან რა, მაგრამ შინაგანად მაინც გამოქვაბულშია კაცი, მე თუ მკითხავთ. მაგრამ არ უნდა იყოს რა ღალატი და უნდა იყოს ერთგული შენი მეორე ნახევრის აუცილებლად. დაიმახსოვრეთ ბიჭებო, არც ერთი ცრემლი არ ღირს წამიერ რაღაც სიამოვნებებად. ირაკლი, ამ ნაწილს ამოვჭრით, გვირდები და ცალკე შორტებში გავუშვებთ, რადგანაც ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გამოხმაურება მოხდება. რა კითხვა. როგორი გოგონები მოსწონს ირაკლი კამკამიძეს? აი ის რო არის ხო ეს ტაიპი. როგორი ტაიპი არ მაქვს. რო არის ხომ აი მაღლები მომწონს, დაბლები მომწონს, ცისფერთვალებები, ქერები, ეგეთი არ მაქვს ნამდვილად. თავარი ადამიანი როგორი ხდენ სამ ყველაფერს, რამდენად გულწრფელი და ძლიერი და მაგარი და შემდგარი ადამიანია. და რაც თავარია კიდე ჩემ თავში აღმოვაჩინა, რომ აი აპსა ბედნიერი ადამიანები არ შემიძლია. მე ვფიქრობ, რომ შენ არ დაუკარგე შანსი პატილოსას, რადგანაც აი შორიდან ჩანს, რომ შენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თუ ასე ვთქვათ ინტერესი იქნება ტრადიციული მანდილოსნის მიმართ, რომელიც ამზადებს კერძებს საუკეთესოც, რომელსაც უყვარს სტუმრები განსაკუთრებულად. ალბათ კერძების მომზადების ტესტირებას დედასთან გაივლის და თუკი საუკეთესოდ ჩააბარებს უკვე შემდეგ უკვე მოხდება ასე ვთქვათ დაგვირგვინება ქორწინებით აი ტრადიციული გოგონების მიმართ
არ გაქვს უფრო მეტი მოწონება, რაღაცა ესე ჩანს თითქოს. ნახე, როგორ თქვა ხა, ამას ხუმრობით გეტყვი ახლა, შენ მე მგონი კარგი მზარეული და დიასახლისი ჩამოთვალე ახლა რაღაცა მიმტანია რაღაცა ეგეთი რაღაცნაირად. ნახე, არც ეგ კრიტერიუმები არ მაქვს სიმართლე რომ გითხრა რა, ანუ აკეთებდეს კერძებს და მე დედამთილი რაღაცებს გატესტავს, არა ღმერთო ჩემო, არანაირად. მე ვფიქრობ, კერძს გავაკეთებინებ, რავი, ანუ თავარია სიყვარული იყოს, თავარია გაგება იყოს ურთიერთობაში. ის თუ კერძს ვერ აკეთებს კარგად და რაღაცა თუ ვუყვარვარ ჯერა რომ ვისწავლის, იმიტომ რომ მე თუ ის მიყვარს, მეც ვისწავლი, რაც იმას უყვარს და მე გავაკეთებ. ახლა ადამიანი ის ხო არ არის ფაზლი, რომ აი ეწყობოდეს იდეალურად და რაღაც არა. სიყვარული მოითხოვს გარკვეულწილად ბევრ მუშაობას, მოითხოვს თავგანწირვას რაღაც კუთხით და ასევე დათმობას ახლა და ამ ნაწილში რომ კერძს მაგიტო კი არ უნდა აკეთებდეს რომ რა ქვია ახალ სტუმრები მიუყვანო მაგას არა იმიტომ რომ მე მიყვარს ოჯახური სიტუაცია როცა შემი თქვა სამომავლოდ ვიძახი ამას და არა ახლა შვილები რო გვეყოლება მაგალითად და რომ მიართმევ რომ აჭმევს თავის შვილებს რომ გაუკეთებს და თქვა ხაჭაპუს ამას პროსტა რაღაც ძალიან ისე წავედით რა ანუ როგორ თქვა არ ვიცი რა საბოლოო ჯამში კარგად ამბობდა საბოლოო ჯამში მოდი ეს თუგენა გავუშვი იმიტომ რომ ბუნებრივი რაღაც ამ მომენტში ვფიქრობ მაგაზე იმიტომ რომ არ მიფიქრი აქამდე რა ანუ ფიქრობ რომ თავარია სიყვარული იყოს, გაგება იყოს. ახლა ის ნიგზიან ბადრიჯანს აკეთებს თუ არა? ამ ეტაპზე მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე თუ ვეყვარები და მე თუ მომინდება რომ მან ნიგზიანი ბადრიჯანი გამიკეთებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მეც გავუკეთებ მას, რაც იმას უყვარს და ჯერმე არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი სიყვარულის ხათრით. და ახლა თავისთავად ის რო თქვი ტრადიციული და რაღაცა, რა არის, ადამიანი თავის თავს უნდა სცემდეს კაცო პატივს, ახლა თუ არატრადიციული ხარ და ცუდად იქცევი მაგალითად ხო? ანუ ტრადიციულობა უფრო მეტად ალბათ იმ კუთხით ვამბობ, რომ აი მეოჯახე მანდილოსანი, რომელსაც უყვარს კერძების გამზადება, ასევე აქტიურად არის, ასე ვთქვათ, სახლის პროცესში ჩართული. აი ადამიანი, რომელიც შენზე მეც მუშაობს და გადართულია. მაგას არ ვაქცევ ყურადღებას რა, ეგ მაგ კომპონენტებს არ ვაქცევ ყურადღებას ვთქვი. თავარია როგორი ადამიანია და მე ჩვენი ურთიერთობა დაალაგებს მაგას ისე რომ ნელ-ნელა რაღაცა სიყვარულის ხათრით და რაღაცების ხარ ეს ყველაფერი მერე მოვა თავისით ალაგდება რა. შეიძლება მე დღეს მომწონს და ხოლმე აღარ მომეწონოს და ტიბეტიდან ჩამოვიყვანო აზიური კერძების შეფი და ყავდეს სახლში და მაგან გამიკეთოს ხო მაგალითად ვიზახი. მნიშვნელობა მაგას არ აქვს. და რაც შეეხება მუშაობას და რაღაცას ანუ კიდევ განმეორდები მაინც საბოლოო ჯამში. თავარი იყოს შემდგარი პიროვნები, ძლიერი პიროვნები. და დანარჩენი მაგის აფერი არ მინდა. ყველაფერი თავისით მოვა და დაალაგდება დარწმუნებული. გადაცემის ჩაწერა მოვარგეთ შენ საუნივერსიტეტო ცხრილს, რაც ასე ვთქვათ ძალიან დადებითი იყო ჩემთვის პირადად, ძალიან ემოციური იყო, მომეწონა ეს დამოკიდებულება შენი მხრიდან. ფიქრობ რომ სწავლა ადამიანში დიდი ინვესტიციაა. ის თითქოს მაკითხვის ადრესატი ახლა არის ძალიან განათლებული. ისე დამისვი კითხვა თითქოს ახლა მე ძალიან განათლებული ან რაღაცა უნივერსიტეტზე გაგიჟებული. ნახე რა არის, მე თუ მკითხავ, მე არ ვარ განათლებული ადამიანი. მე ვარ ადამიანი, ვინც აფასებს განათლებას და დგას განათლების მიღების გზაზე. ვინც იტყვის რომ განათლებულია, ან იტყუება, ან რა ვიცი, ან გიჟია და რა ვიცი. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი იცი, აანალიზებ რომ არაფერი არ იცი. ხო და რაც შეეხება იმას, რომ მეცადინეობას და უნივერსიტეტში სიარულს და წიგნების კითხვას და სულ რო ვიდეოებს ვიღებ ხოლმე რომ წაიკითხეთ წიგნები იარეთ უნივერსიტეტში. ნეტა იცოდე როგორ მეზარება. ნეტა იცოდე როგორ მეზარება უნივერსიტეტში სიარული. ნეტა იცოდე რა ბრძოლას გავდივარ, თუნდაც 10 გვერდი წავიკითხო დღის განმავლობაში. მაგრამ იმდენად გააზრებული მაქვს ამის საჭიროება, რომ ეს თუ არ გავაკეთე, რომ მე ვერაფერს ვერ მივაღწევ ცხოვრებაში და მე ის დონე არ მექნება, თავს ვაიძულებ, რომ წავიკიდო, ვინც იტყვის, რომ ახლა წიგნების კითხვა მიყვარსო, რა ვიცი, ალბათ, აი, ჯერ ამისი, მაგრამ მე ასე არ ვარ. მე მართლა ვიბრძვი საკუთარ თავთან, რომ თუნდაც 10 გვერდი წავიკითხო დღის განმავლობაში.
იმიტომ რომ ვიცი რომ როგორი მნიშვნელოვანი და როგორი ფუნდამენტურია განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც უნდა რომ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს. აი ზუსტად მაგ მომენტში ახსენე რომ აი სიზარმაცე ზოგჯერ მქონია და ზოგჯერ კი არა, სულ როგორი ზარმაცი ადამიანი ვარ, იცი ვერ წარმოვიდგენ როგორი ზარმაცი ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ როგორიც გააზრებული მაქვს. და ნელ-ნელა პროცესით უკვე სიამოვნებას ვიღებ რა. თავიდან ისე მეზარება, მაგრამ მე მოდის ეს სიამოვნება. ირაკლი თუ ქონია მომენტი, როცა აი დაღლილ ხარ ისე, სწავლით, ლექციებით, გამოცდებით და ასე შემდეგ და გიფიქრი, აი თავში მოგვსვლია ესეთი ფიქრი, რომ მოდი გავჩერდები, რადგანაც ზურგს ძლიერი ოჯახი მიმაგრებს და თუ კი არ დავასრულებ უნივერსიტეტს, ვთქვათ, ამით არ დაინგრევა ქვეყანა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელშიც შენც აქტიურად ხარ ჩართული და სწავლასთან ერთად მუშაობ. ჩემს შემთხვევაში მთელი ცხოვრება პირიქით არის. ხო გავუსვი ხაზი რომ ძლიერი ოჯახიო რა. მე ვფიქრობ რომ ადამიანს რაც უფრო ძლიერი ოჯახი აქვს, მით უფრო მოწადინებული უნდა იყოს იმისკენ რომ არ დანებდეს და არ დაეზაროს. კარგი, მე ახლა დავნებდი თქვათ და აღარ წავედი სამუშაოდ, აღარ გავყევი მამას, არ ვისწავლე და მე 10-20 წლის მერე თქვათ მამას, რომ აღარ მოუნდება ეს ყველაფერი, რომ დასვენება, მამამ ხომ უნდა დაისვენოს, ოდესღაც. მამა შენი ხომ უნდა დაასვენო, ვინც ახლა მიყურებს. რას ნიშნავს, რომ ძლიერი ოჯახი მყავს და მაგის გამო გავჩერე და ფეხი-ფეხზე გადავიდო. პირიქით და მე ვის უტობებ იმ ყველაფერს, რის გამოც შენმა მშობელმა ნულიდან და სრული შიმშილიდან რაღაცა გააკეთა, ხო? რაღაცა შექმნა. მე რო ვიაზრებ ახლა რომ მე პირიქით მთელი ცხოვრება აი რატო არ მეზარება იცი და რატო არ ვნებდები არასოდეს, იმიტომ რომ მეშინია რომ ამ კაცმა იმდენი რაღაცა შექმნა და იმდენი რაღაცა გააკეთა ნულოვანი ინვესტიციით, მარტო თავისი თავი, რომ მომიყვება ხოლმე თავის ისტორიებს, ჩემი ხნის რო იყო კაც შიოდა და მე რა უფლება მაქვს რომ მე ყველაფერი მაქვს. და მისი ამდენი ნაღვაწი წყალს გავატანო და წყალსაც გავატან თუ არ ვიქნები მე იმ დონეზე რომ მე შევინარჩუნო ეს და უფრო განვავრცო. მე ჯერ კიდე მე-4 კლასში ვიყავი, ჩემმა დამრიგებელმა რომ მითხრა, ის ურჩევნია მამულსა რომ შვილის ჯობდეს მამასაო და ეს იმიტომ კი არა რომ მე ვაჯობო და ვთქვა რომ მე მამაჩემს ჯობივა, არა, იმიტომ რომ არ გეკადრება სხვანაირად. მაშინ რატო დაიბადე მაშინ? თუ შენი მამისა და შენი მშობლების ნაღვაც არ აფასებ და უძღები შვილი ხარ, რა აზრი ქონდა შენ ცხოვრებას? ნამდვილად. და აფასებ, რაც მთავარია, ხედავ, აფასებ, უფრთხილდები და ცდილობ, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო. ნამდვილად დასაფასებელი თვისებაა. დაჯე, ვინც მაგას ფიქრობს, უნდა დანებდეს, აი დაუჯდეს თავის მშობელს და დაელაპარაკოს თუ რა წვალებაა გადატანილი. და მე მივიდი ფიქრობს თვითონ რა პოზიციაში ამყოფა მისმა მშობელმა და თუ ეყოფა კაცობა რომ დანებდეს. ჩემ შემთხვევაში დანებებაა უფრო დიდი კაცობა უნდა ვიდრე მუშაობას, იმიტომ რომ დანებებისთვის უფრო მეტი მიზეზის მოპოვება დამჭირდება, ვიდრე რომ არ დავნებდე. რო არ დავნებდე მაგისთვის მილიარდი მიზეზი მაქვს და რო დავნებდე მაგისთვის მიზეზი არ მაქვს. რომ მეზარაო რა კარგი მიზეზია, მომიტანე მამას სახლში მილიონები. რა არ არის ეს? და კიდე ვის აქვს ნათქვამი აღარ მახსოვს ის რო არის რა სიამოვნება არის პროცესშიო და არა აშენებული ტკბობაშიო რა. ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული ტკბობაში. ხო და აშენებული რომ მოგივა ბიძია, მამიკო რომ მოგიტან სახლში, მაგ არა. შენი უნდა მიაღწიო მაინც. კი, ვიდეოებში აქტიურად ჩანს შენი დამოკიდებულება საქმესთან ერთად რაღაც წვლილი შეგაქვს, თუნდაც რეგიონის განვითარებაში, რასაც ახლა აქტიურად ახორციელებ, როგორც ვიცი. VIA მსოფლიო განათლების აკადემია, რომელიც გენერალური სპონსორია ჩვენი გადაცემის, ვიცი რომ თანამშრომლობთ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტის განხორციელებაში ეხმარება თქვენი კომპანია, რესტორანი, რომლის მშენებლობაც დაწყებულია და სადაც
ვია სტუდენტები დასაქმდებიან. შენ განსაკუთრებულად ჩართული ხარ ამ პროცესში, რადგანაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებაში ეს ყველაფერი. ასევე ერთ-ერთი კიდევ პროექტი, რომელიც ელექტროენერგიის მიმართულებით იყო. აი, გიხარია შენი რეგიონის განვითარება და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩაერთო ამ პროცესში. სადაც გავზრდილ ვარ, მშობლი ვარო და მისულია ის არის რაღაც ეგრე, ანუ სადაც გაიზარდე მართლა, გინდა რომ პირველ რიგში მას გავუკეთო საქმე და მას გამოადგე, მამუსო გამოადგე რაღაცნაირად რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა სოფელი მიხარია, სადაც ჩემი ამ წეები მუშაობს, ყველა ობიექტი მიხარია, სადაც წვლილი შეგვაქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი რატო არ ვიცი, მაგრამ ბავშვობიდან რატო რაღაცა მინდა რომ რეალური რაღაცა საქმე გავაკეთო, რომ დარჩეს მე რო აღარ ვიქნები, აი ვიღაცამ გაიხსენოს ო შეხედავს, რომ აი ეს ამ ადამიანმა გააკეთა. ნადრევად დაგეწყო მგონი ეს ფიქრები, ბავშვობიდან მაქვს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა რა იყო, იცი, ჩემ სკოლაში ჩემ სკოლასთან იყო ძეგლი. ახლა რომ მითხრა რომ ეს ძეგლი ვისი იყო, არც კი მახსოვს, მაგრამ მე ვიღაცა მომიყვა, მეგონი მასწავლებელმა, რომ ამ ადამიანმა რაღაცა გააკეთა და ძეგლი დაუდგეს. და ახლა მე ძეგლის დადგომა კი არ მინდა, მაგრამ შენი გაკეთებული საქმე რომ ისეთი მაგარია, რომ რჩები კაცობრიობის მეხსიერებაში და ორი ადამიანი მაინც გიხსენებს, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სინდრე ეგ არის, ფულს და ძვირფასეულობას საფლავში ვერ წავიღებ. მაგრამ რასაც დაუტოვებ, ეს იქნება ჩემი სახელი და ჩემი გაკეთებული საქმეები. და ვფიქრობ, რომ თუ ეს ახალგაზრდობიდან არ დაიწყე სურვილისთვის მუშაობა, მე გაგიგვიანდება რა ჩემი აზრით. ირაკლი, არანაკლებ პოპულარულია მიხაკო ბაბუ, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს. როგორი ურთიერთობა გაქვთ კამერის მიღმა? აი, რომ ვერ მოვყვები, იმიტომ რომ სირცხვილი. ესე იგი, ბარე ორი ძმაკაცი. ისეთი დრო არ მიტარებია და ისეთი რაღაცები არ მithქვამს და მიკეთებია ჩემს ტოლებთან, ვიდრე ბაბუასთან, იმიტომ რომ ეს კაცი ბაბუა ჩემი არ არის, ვიძახი, ძმაო რა. მე ვიძახი რომ ეს კაცი არის ჩემი ძმაკაცი. არ პარაშუტი და ახლა რო დავურეკო და ვუთხრა რომ ბაბუა რაღაცა ახალი პროექტი გაიხსნა, ვინც პარაშუტიდან გადმოხტება, ის იგებს იქავე. გადახტება პარაშუტიდან. მე ჯერ გამომწევს თვითონ გადახტება. ნახე რა არის არ უყვარს შეგზნება, როცა ალბათ ეგრე არ ვიცი რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს. არ ჩამორჩება არაფერში და თავს არ მიცემს იმის უბრალოდ რომ ვიღაცამ თქვას რომ ეს ან ასაკში შევიდა, ან მატარებელმა ჩაიარა, ან ბებია ჩემი იცის ხოლმე. ამირან დასრულდა გულივერის მოგზაურობა და ამირან იზახის არა, ჩემი მატარებელი აწიჩა მეივლის. და ასეც არის, არ ვაბერე ბაბუას და არც ბებიას და მიყვები ბოლო. კი, მთელი შენი ანუ ოჯახს თითოეული შენი მაყურებელი აქტიურად ათევნებს თვალს და უყვარს ყველა პერსონაჟი. ხო. ჩემთვის მაგალითად აი ბებოს თილისმა რაღაც არსეოს, მამიდას ღიმილი რაღაცა კის ქვია მაგას ღიმილი არ ქვია. მამა ძალიან მშვიდი, ოღონდ აი ჩემი და გავს მამას მაკუთხით, ძალიან დასტოენია. კი და დედას განსაკუთრებული საჩუქრებიც ახსოვს მაყურებელს, რომელიც დასამახსოვრებელი იყო და ნამდვილად პოზიტიური. აი კარგია რომ ყველა ვარ სხვადასხვანაირები, მაგრამ რა არის, თითქოს იმიტომ ვუგებთ ასე ერთმანეთს, ხო განსხვავებულები ვართ საბოლოო ჯამში, მაგრამ უკიდეგანო სიყვარული, აი ოჯახის ფორმულა რა არის? უკიდეგანო სიყვარული, უკიდეგანო პატივისცემა. კომპრომისი საჭირო დროს და პირიქით ძალიან მომთხოვნი საჭირო დროს, რომ რაღაცა არ გაგექცეს. დაიჭირო და აი არ მახსოვს რომ ამას გადამწდარიყავით. ეს არის ფორმულა, რომ როგორ შექმნა კარგი ოჯახი. შენი დამოკიდებულება დების მიმართ, დედმამიშვილების მიმართ ძალიან დიდი პოზიტივით და სიყვარულით გადმოიცემა შენი ვიდეოებიდან და მოგვიყევი შენი დამოკიდებულება ურთიერთობები დედმამიშვილებთან. აი საკმაოდ გრძელი ისტორია, თუ რატომ მაქვს იდეალური ურთიერთობა ჩემს დებთან. მაგაზე მე ვიმუშავე, მე როგორც უფროსმა ძმამ ვისწავლე დათმობა და როგორც კი ერთხელ დავუთმე ჩემი დას და რაღაც მე მგონი 7-8 წლის წინ დავიწყე დათმობა როგორც უფროსმა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის უფროსია
და მაგის შემდეგ ცხოვრებაში არც გვიჩხუბია, არ მახსოვს რამე მეთქვას მისთვის და არ გაეკეთებინოს ჩემთვის. არ მასე თქვა ჩემთვის და მე არ გამეკეთებინოს მისთვის. ბოლომდე გააზრებული მოგს, რომ ჩემი დები, ჩემი პრინცესები არიან. ჩემს დებზე მე პასუხს ვაგებ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ანგარიშვალდებულება მე მაქვს ამ ეტაპზე ჩემი დებისა და შემდეგ ჩემი ოჯახის სხვა ოჯახის წევრების მიმართ. მამაკაცისთვის თავარია მისი და როგორ არის, სად არის, ხო კარგად არის, ამე ხო არ ჭირდება. და ანუ მე არ ვიცი, როგორც პრინცესები ისე მყავს და უნდა იყვნენ კიდევაც და სულ ვცდილობ, რომ ამდენი სამეცადინე რო აქვს განსაკუთრებით უფროს დას, მინდა რომ გავამხნევო, თუნდაც ის ყვავილები რო ვაჩუქე, იმიტომ რომ აი გამხნევდეს და თან გაიხსენოს, რომ მარტო მეცადინეობა კი არა, სხვა რაღაცებიც არსებობს ცხოვრებაში, რომ თავი ქალად უნდა იგრძნოს, რომ ყვავილი უნდა უნდოდეს ძმისგან, მეგობრისგან, შეყვარებულისგან და ასე შემდეგ რა. და-ძმა ცალკე ინსტიტუტია, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს ყოველთვის. ირაკლი, თქვენი პოზიტივი, აი ეს სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ყოველთვის რომ ცდილობთ ერთად იყოთ, ვილა ანასტასიამ გამოგიგზავნა 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი და მთელი გულით გელოდებათ მთელი ოჯახის შემადგენლობით და განსაკუთრებით მითხრეს ესეთი ტექსტი, რომ 30%-დან 20% მიხაკო ბაბუს ეკუთვნისო და 10% ირაკლის. ვილა ძალიან დიდი მადლობა ვილა ანასტასია. სად არის ეს? ვილა ანასტასია ჩვენი სპონსორია თბილისთან ახლოს, საგურამოში, სადაც შეგიძლია კორპორატიული საღამო, ბანკეტი, დაბადების დღე და ქორწილი გადაიხადო 7 ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი და საუკეთესო სივრცე ვილა ანასტასია, სადაც შენს ბედნიერ წუთებს ნამდვილ დღესასწაულად აქცევენ და დიდი მადლობა ვილა ანასტასიას. და შევხვდებით აუცილებლად ვილა ანასტასიაში. სანამ წახვალ დამირეკე 1-2 დღით ადრე, რომ მეც გამოვგავდი, დაურეკავ მიხაკოსაც აუცილებლად წამოვიდე. მოკლედ შევთანხმდით მივდივართ ვილა ანასტასიაში და დავგვირდება. მე მანდ არის რესტორანი და რას ვსვავთ? ცოლიკაური, თემი ცოლიკაურის გარდა კიდე რა დავლიოთ? კიდევ დავლიოთ აუცილებლად მედუზა პრემიუმ კლასის არაყი, რომელიც მზადდება ნატურალურ სიმინძე და შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ შეძენა და სხვათა შორის რომანტიულ ვახშმებსაც განსაკუთრებული ერფეს შესძენს ეს საოცარი არაყი, რომელსაც გადმოგცემ საჩუქრად და მადლობა შეგვიძლია მოვვრთოთ. როგორც ნაძვის ხეისი. გადაცემის სპონსორია მედუზა ვოდკა, რომელმაც გამოგიგზავნა ეს სასმელი და ირაკლი, რაც მთავარია, შენ, მეც და მიხაკო ბაბუს გაუხარდება მედუზა ვოდკას არ აქვს ნაბახუსები. აი, და პრემიუმ კლასის შესანიშნავი და უგემრიელესი პროდუქტია. მან ბოლოს დამეწყო შიშვეთავ ვსვავ ზოგადად, მაგრამ თუ ვსვავ და დამეწყო ხოლმე ნაბახუსები. ესე იგი არ მომწევს ნაბახუსებს. ნამდვილად. პირობას გაძლევ და შეგიძლია მხოლოდ Instagram გვერდზე შეუკვეთო. აჰა, Instagram გვერდიდან. მაღაზიებში არ არის? მხოლოდ Instagram გვერდზე შეგიძლია რომ შეუკვეთო. ჩემი მედუზა გამოუკვეთა. თუ გაქვს სტარტაპი, გამოგვიგზავნე ინფორმაცია მეილზე და საუკეთესო სტარტაპს შემდეგ გადაცემაში წარვადგენთ. ლოგოზე იმუშავა თათიამ და თამთამ, ძალიან დიდი მადლობა მათ. ლოგო დაგვიმზადა სარეკლამო კომპანია 24-მა, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი რეკლამა ონლაინ პლატფორმაზე. ირაკლი, სტარტაპს აღარ ვიტყოდი, იმიტომ რომ ვიცი. სამეფო აჯიკა. ვიცი. გამისინჯავს და არაჩვეულებრივია. როგორი ბედნიერი ვარ, წარმოდგენაც არის. საუკეთესო ბრენდია, მართლა ძალიან მიხარია. როგორი გემოაქ, იცი, აი ბებია რო აკეთებს. ნამდვილად და თითოეული კერძი განსაკუთრებულ თითოეულ კერძს განსაკუთრებულ არომატს. ტრადიციული. და თან ძალიან მაგარი სიახლე აქვთ. პროდუქტი ნიგზეული, რომლითაც შეგიძლია ზუსტად 2 წუთში მოამზადო ბაჟი. ქართული ტრადიციული ბაჟი. მხოლოდ თბილი წყლის დამატებით და სამეფო აჯიკამ გამოგიგზავნა თავისი პროდუქტები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურად გამოიყენა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა სტუმრობისთვის. მოლოდინს გადააჭარბა დღევანდელმა ეპიზოდმა და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებულად მოეწონება და
შემდეგი ეპიზოდები იქნება კიდევ საუკეთესო, იმიტომ რომ შენგან მივიღე ძალიან დიდი мотиваცია. 100%, იმიტომ რომ პირველი გადაცემისთვის მართლა ძალიან კარგი იყო და გისურვებ უამრავ წარმატებას. გისურვებ რომ შენი ბაბლი შემოგეკრიბოს და კარგი სტუმრები მოსულიყოს შენთან, კარგი გადაცემები ყოფილიყოს და რაც თავარია, ბევრი ნახვა ქონდეს და დაფასებულიყოს ის შრომა, რასაც დებამ ყველაფერში. მადლობა და წარმატებებს გისურვებ.